40 წუთი დაგვიანება. ბავშვებო, დღეს განსხვავებულ გარემოში მოგვიწევს მუშაობა, ვინც ვერ გაიგო ჩემი სახელი მე ნინო ვარ. მე რიკოს წარმოგიდგენთ. დღეს დიდ თავგადასავალში ამოყოფთ თავს. წამოვყევით ახლა. კი, წავედი აქ არიან. ეგენ ტბებისკენ. შემდეგ ექსკურსიაზე. დღეს არა, დღეს მარტო საკუთარ თავის აღმოჩენებზე უნდა ვიმუშაოთ. თბილისის შემოგარენში ბავშვის დასასვენებელი და გასაყვანი ადგილი აი ამ ბეტონის ქალაქიდან უბრალოდ არ გაგაჩნია. და ის პარკები და სკვერები, რომელიც გვაქვს, ის არ არის აბსოლუტურად ადაპტირებული მოზარდზე. ამ შესწავლა თუ გინდა, ბიომრავალფეროვნება უნდა არსებობდეს, უნდა იყოს მწერების მრავალფეროვნება, უნდა იყოს ფრინველების მრავალფეროვნება. ბუნებრივი ლანდშაფტი სწორედ მაგიტომ არის საინტერესო, რომ ისეთი სახლი იქმნება და ისეთი საცხოვრებელი გარემო და პირობები, რომელიც ველური ცხოველისთვის არის შესაფერისი. Pygmy, 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 pygmy. It's flying above the trees, above the trees. It's gone. რა მაწუხებს ის, რომ მოკლედ ძალიან ბევრი წელიწადია თბილისში და თბილისის შემოგარენში ვეძებ ადგილებს, რომელიც არის ბუნებრივი, ან ბუნებასთან მეტნაკლებად მიახლოებული, ანუ ბუნებრიობასთან მეტნაკლებად მიახლოებული, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამების, ასე ვთქვათ, მთავარი ერთ-ერთი სამიზნე საკვანძო მიმართულება ეს არის ბავშვებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება. იმისთვის რომ ბავშვმა რაღაცა შეიმისოს და აღიქვას რომ ის ისეთ სამყაროში ცხოვრობს, სადაც სამეზობლოდ ყავს ძალიან ბევრი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც საარსებო გარემოზე არის დამოკიდებული, იმისთვის რომ გადარჩეს, აი ამის აღქმაში რომ დაეხმაროს. შენ რო პროგრამაზე მუშაობას იწყებ, ჯერ იწყებ ტერიტორიის დაზვერვას. არ დააზიანო რაღაცა, ზედმეტი სტრესი არ მიაყენო გარემოს. რაღაცა ბილიკები უნდა მოაწყო, დრო უნდა გათვალო, რამდენი დრო გჭირდება, სივრცე როგორია, რელიეფი როგორია. აი, როცა ვსწავლებ სოციალურ არსებებს რა და მათ შორის არის მწერებში ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის ჭიანჭველები. ჭიანჭველების ეს კოლონია, რომელსაც აი ესე ძალიან კარგად დააკვირდები, როგორ მიაქცეს საკვები, სად მოიპოვებენ ამ საკვებს, როგორ არის ეს კოლონია მოწყობილი. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ მარტო პროცესი ნახოს და შეიმეცნოს, არამედ მათი ქცევაზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ამ საბინადრო პროცესის სწავლა და არსებობის, აი ამ ცოცხალი არსებების, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი საბინადრო გარემოს შემეცნება არის სწორედ ის, რაც მერე ზრდის ბავშვის თვალსაჩინოს და საინტერესოს ხდის პროცესს და ადარებს მერე ანუ ადამიანებს. დილამშვიდობის. აბა როგორ ახართ? როგორ ცხოვრობთ ჩვენ კორპუსში და რა ფუნქციას ასრულებს ხე? ხემცენარეს ახლა ბავშვი აღიქვას როგორც რაღაცა შეიძლება ცოცხლადაც არ აღიქვას თუ ამაზე ახსნა არ იმიტომ რომ არ მოძრაობს თითქოს არ სუნთქავს და მე უხსნი უკვე შენ რომ აი ფოთოლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მწვანე ნაწილი ამ მცენარეს და ეს არის უნიკალური არსება რომელიც პირველად საკვებს ქმნის თელს დედამიწაზე.
და მე აი როცა გამოყოფ უკვე ქლოროფილს, როდესაც მე ასწავლი თამაშით რა ნაწილებისაგან შედგება ვთქვათ ფოტოსინთეზი. თვითონ პროცესია ეს ქიმიური როგორ იმართება, როდესაც კარგად უხსნი ესე ხელშესახებად თვალს დასანახავად აი ამ ბიოქიმიურ პროცესებს, ეს მისთვის ხდება უკვე საერთოდ სხვა სამყარო და დამოკიდებულება უკვე ხელმცენარის მიმართაც იცვლება. Kingfisher was calling. გამარჯობა. აბა კეთილი იყოს თქვენი ფეხი კწანისის დღეპარკში. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ მწვანე ზონა, რომელიც ბუნებრივად არის შემორჩუნებული ჭალის ტყე. ნატურალისტებისთვის მოკლედ სამოთხეა. ძირითადად ეხლა მე აქ მხოდებიან მკვლევარები, ვინც ეკოსისტემებს აკვირდება ჭალის ტყეებზე, ვინც მუშაობს, ნემსიყლაპიებს, ვინც სწავლობენ და ასევე ძალიან ისეთი საინტერესო აქტივობა არის ფრინველებზე დაკვირვება, birdwatching-ს რასაც ვეძახით. ზაგერ ორი ცალი ასეთი ადამიანი ზუსტად წინ გვხვდება კიდევაც. ეს არის ჩვენი მოკლედ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მუნიციპალური სამსახური მოდის და ტოვებს ძაღლებს აქ. მიუსაფარ ცხოველებს. შეხარ ყველაზე შარიანი ძაღლი. ხო, სუტყვილა აქნევ მაკოც. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც ვმუშაობთ კწანისის დღეპარკში. რახან მუშაობ თოკებთან, არ უნდა დავაზიანო როვითარ შემთხვევაში ხის მერქანი. დვარჩევ ისეთ ხეებს, რომელიც მეტაკლებად დაზიანებულია და ჯანმრთელ ხეებს ვცდილობ, რომ საერთოდ არ გავეკარო. Where are you looking? Just above the road, just above that one, just above 4 trees down. მოდით აქ. მოდი. ამათ მეც რაღაცას ვაჭმევ, გავიტყუო. მერიკა მოდიან. ესეთი პარკი თბილისის შემოგარენში და თბილისში თვითონაც არ არის, არ არსებობს. რაღაცა ძალიან წვრილფეხები არიან, თუ მეჩვენება. ეს არის რაღაც აი ოაზისი, ლაგუნასებით, რომელიც აი გამწვანებულია, იმიტომ რომ არის ბუნებრივი ჭალის ტყე. მდინარე თავისთავად რაღაცა გარკვეულ უბნებში ამ ჭალის ტყეებს წარმოქმნის და ჭალის ტყეები არის ყველაზე მოწყვლადი ტყეები სხვა ტყეებს შორის, იმიტომ რომ ყველაზე ადვილად დაზიანება ჭალის ტყეების ხდება და ყველაზე მეტად ათვისებადი ტერიტორიებიც ჭალის ტყეებია, იმიტომ რომ მოთხოვნა მათზე ძალიან დიდია. ეს არის გარდატეხის ასაკი ძალიან საყვარელი. უცებ აქსელერაცია რო იწყება ხოლმე და უცებ მერვე კლასში მოდის რაღაც 2 მეტრიანი. არა, წავებს დღეს ვერ ვნახავთ. წავებისთვის სხვა დღეს. კი ბატონო. გაქვთ 1 წუთი იმისთვის, რომ ჩანთებიდან ამოიღოთ წყალი, მხოლოდ და მხოლოდ ჩანთები დაალაგოთ, აი აქ ხის კამი არის, ყველაფერი იქ ნიმფები და მხოლოდ წყალი, წყალს მე მოგცემ. კუბი. რამდენი ცალი ვართ? კაია, ბუნებაში გამოსვლა ხანდახან. მოდი.
70-იან წლებში უკვე ჩნდება აქ პარკის პირველადი, ასე ვთქვათ, მონახაზი, თავისი, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურით. აბა დილა მშვიდობისა. კეთილი იყოს მე-6 მე-3 თქვენი მოსვლა, ასე ვთქვათ, კრწანისის ტყეპარკში. დღეს თქვენი ექსკურსიის მთავარი მიზანი არის თქვენი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა. მაგრამ თქვენი მიზანი იქნება არ გაბრაზდეთ. იმიტომ რომ თუ გაბრაზდებით, ამისთვის ფას გადაიხდით, როგორც გითხარით. მე მოვიდა, 90-იანების ცნობილი, სადაც უკვე განუკითხაობა მიდიოდა თავიდან ბოლომდე, გაპარტახებული იყო ყველაფერი. პარკსაც ეს ყველაფერი დაეწყო ძალიან კარგად და მე რო დავიწყე აქ მოსვლა, პირველად მოვხდი 2002 წელს. აქ ნახირი დადიოდა, ვიღაცები იყვნენ, არ ვიცი, რაღაცა საზოგადოება უცნაური იკრიბებოდა. თუნდაც აი მორი რო ამოატრიალო, აი ეგრევე იტყვი რომ შენ ტყის ზონაში ხარ თუ ხელოვნურად განაშენიანებულ ზონაში. იმიტომ სახეობრივი შემადგენლობა, რაც ტყისთვის არის დამახასიათებელი, ნიადაგი შემცველობა, რაც ტყისთვის არის დამახასიათებელი, აბსოლუტურად განსხვავდება ადამიანის მიერ ხელოვნურად ჩამოყალიბებული, თუნდაც რაც არ უნდა ეწვალოს ბუნებასთან დაახლოებულ ეკოსისტემას. ჩომები მოფრინავენ ახლა. დიდი ჩომა არის ეგ სახეობა და ეკოსისტემის ჩამოყალიბებას მრავალი 1000 წელიწადი ჭირდება რეალურად რომ შენის მიიღო, რაც ბუნებრივია. მეორე მხარეს მიფრინავს დიდი ჩომა კიდე. ეს კანით უნდა შევიგრძნოთ ორი სიტყვა. ეს არის ნდობა და დახმარება. მეიზებზე კაფეტები იქნება? მხოლოდ ადამიანს შეიძლება რომ ვენდოთ? ცხოველსაც შეიძლება რომ ვენდოთ? როგორ? აჰა. მე ჩემკანას ყველაფერს ვუყურებ, რაც ვიცი. კარგით, აბა ზოოპარკში ლომების გალიაში რო შეგიშვათ, ლომებს ენდობი? არა. აბა უფრო მას გააჩნია. ეხლაც მას ენდობით, რომელიც გაცვიათ? საკუთარ თავს რამდენად ენდობით? ვინც ფიქრობთ, რომ 100%-ით ვენდობი საკუთარ თავს, ვიცი რომ ძალიან კარგად ხელი აიწიეთ. 100%-ით. ამას ვკითხულობ მაგრამ 100. არა, 99.3 არა, 100. არა, ვიცი რომ ჩემ თავს. ლიმპოპო არის ესეთი რადიარდ კიპლინგის საბავშვო წიგნი არის, აი ასეთი ამბები პატარებისთვის და იქ ერთ-ერთი გმირი არის სპილო, რომელსაც მოკლე ხორთუმი ჰქონდა და ძალიან ცნობის მოყვარე იყო და ძალიან დაჩაგრული სხვადასხვა ცხოველების მიერ და მე წავიდა ესე სამგზავროდ რაღაცა კითხვებზე პასუხის გასაცემად რა და მოკლედ მდინარე ლიმპოპოზე ნიანგის მსხვერპლი გახდება, ასე ვთქვა და დაუგრძელებს ნიანგი ამ ცხვირს და მე იქ ბრძენი გველი არის კიდე ჩართული და აი მე ბრძენი გველი ვარ ახლა ამ შემთხვევაში აქა ხო და აი ამ ჩემ მოკლე ცხვირა სპილოებს ხორთუმს ვუგრძელებ. რას ნიშნავს სიტყვა დახმარება? ანუ აი რაღაცა რო დასჭირდება შენგან და იცის რომ დაეხმარები. აი ადამიანს რომ აი მაგალითად რაღაცას თხოვ და ის რომ ყველაფერს აკეთებს რომ მაგალითად შეასრულოს ის ასაც თხოვს. გათვალისწინება. გათვალისწინება. როგორი დახმარებები შეიძლება გაუწიოთ? ფიზიკური? მორალური? თუ ერთმანეთს არ ვენდობით, ერთმანეთს დახმარების სურვილი არ გაგუჩნდება შესაბამისად. გუნდი როგორც ასეთი ერთიანად ვერ იმუშავებს. ამიტომ დღეს თქვენ გუნდი როგორც ერთიანი ორგანიზმი უნდა შედგეთ. ერთი საათი და 20 წუთი გაქვთ ჩანთის გასახსნელად. თუ დავალებებს შეასრულებთ 1 საათში 20 წუთსა და 1 წამში ჩანთის გახსნის უფლება ჩამოგერთმევათ. დღეს გექნებათ 4 ბარიერი გადასალახი.
ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა ისე უნდა გაიაროთ აი ამ ორ კედელში, ისე რომ თოკებს არ შეეხოს, არც თასმით, არც თნით, არც არაფრით. შემდეგ პირველი მონაწილე აღიძინებს გზას, ეს თანმიმდევრობა უნდა დაიწყოს. თუ რომელიმე მონაწილე ჩამოვარდა, გაიარა ჩემს ასწვენის Another honey. დავიწყეთ. სასტანის ხმაზე ბრუნდებით უკან. თქვენი გადასაწყვეტია, მორჩათ. რაღაცა ახლა ტერიტორიები იყო, რომელიც მერე გადაეცა საპატრიარქოს 2010 წელს პარკის რაღაცა ნაწილი გადასცეს საპატრიარქოს და მერე 2015 წელს გაცვალეს ეს ტერიტორია სხვა ტერიტორიაზე საპატრიარქომ და დარჩა ეს პარკი აბსოლუტურად აი ესე ჰაერში. წელს მახსოვს სენის ივენთი და კამპანია ამასთან დაკავშირებით. ახალგაზრდული კამპანია დაიწყო პარკზე მეურვეობის აღებასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ველური ბუნების მართვის აგენტოს გადაეცა მართვაში ეს პარკი. ეხა იმ დღეს მოვდიოდი და ვიღაცამ მითხრა რომ ეს პარკი გასხვისდაო. ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე ამის შემდეგ და ეს არ არის ჭორი. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია წარმოქმნა რომ შევიქმნათ ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს 6 მილიარდი ამ რას არის საუბარი ამ ინვესტიციის ფარგლებში და ეს ინვესტიცია განხორციელდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება 2 ლოკაციაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას ის ეკოსისტემა რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის ჭალის ეკოსისტემა იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული პირიქით რომ ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯები საჭირო იმისთვის რომ იმ ეკოსისტემის მდგრადობა შევინარჩუნოთ ტრანსის პარკის სავალალო მდგომარეობაში იყო ფაქტიურად გაჩეხილი განადგურებული ხელოვნური ტბებით დამშრალი როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ Nest of Scops owl which was occupied last year. გააგრძელეთ. ხელები გაუშვით, დაუბრუნდით უკან. ჩაკუსული. ერთ თოგზე ორნი ხართ. დაუბრუნდით უკან. სულ უკან? კი. ნელა, ვიდი და შვიდი. აი, ვინმე სუბუქი. ძალიან მშვიდე და წყნარ, თქვენ საქმეს აკეთებთ. დაწყნარდით. რა თქმა უნდა, სუთავია. მე ვმუშაობ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებთან. ძალიან ბევრი ვმუშაობ წლების განმავლობაში მოზრდილებთან. და მე მივხვდი, რომ
ნუ არა რა, აზრი აღარა გადაკეთება, ჯობია თავიდანვე ყველაფერი ჩადო ისე როგორც სწორად. შემოიყოფა ტერიტორიის დიდი ნაწილი, ველური ბუნების სააგენტო ჩამოყალიბდა და მან დაიწყო იშვიათი სახეობების გამრავლებაზე მუშაობა. ეს ნაწილი შენარჩუნებული იქნება პირიქით და ინვესტორი დაინტერესებულია იმისთვის, რომ ეს უნიკალური ეკოსისტემა გამოადგეს პროექტს და ხელშეუხებელი იყოს და მეორე მხრივ მოვიღოთ ხარისხიანი განვითარება, რომელიც ბუნებასთან იქნება ჰარმონიაში წარმოდგენილი. განაშენიანება, ანუ რაღაცა არაბული ინვესტიცია იდება, მაგრამ იმას, რა ქვია, კწანისის ტყეპარკს ეს არ შეეხება. რაც ჩემთვის საერთოდ არ არის სარწმუნო ამბავი. ანუ ტყიან ზონასო არ შეეხებაო, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის არაფერი. იმიტომ რომ დღეს მე თუნდაც ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ გადამიკეტია რუსთაველი, მაგ 5000 ლარიანი ჯარიმა გამოწერილი და სასამართლო მელოდება აგერ ხვალარა და ზეკ. ხო და ვიცით რა სასამართლოსთან აგვაქვს საქმე და შეხება. ამიტომ მე ეს ქვეყანა არანაირად არ მაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს დღეს პარკი ხვალ არ გაიკაფება და აქ არ დადგება მთელი, აი რა ვიცი, რაღაცა უზარმაზარი ურბანული ჯუნგლები. თუნდაც სხვას თავი დავანებო, წითელი ნუსხით დაცული სახეობები არის ამ ტყეპარკში, რომელიც ანუ რეალურად კანონმდებლობით, ანუ მაშინ ყველა კონვენციებზე, ყველაფერ კანონიერზე უნდა ვთქვა თუ არის ამ შემთხვევაში. ჩუმა, ყველანი ჩუმი. წავედ. ელაპარაკეთ ერთმანეთს, გამოცდილება, გაუზიარეთ, გამოცდილება და გადავედით. ნელა. მე მომაწვევი. ერთმანეთი ეს ტყეპარკი უყვარს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს და მასთვის არის მნიშვნელოვანი. Dark tree comes out of this greenery. Okay. And one is calling from here right now. სხვას თავი დავანებოთ, ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს ამ პარკს ადამიანებისთვის. ახლა ჩამოდიან ტურისტები და თუნდაც აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდია პარკისთვის და ამიტომ ეს არის ფრინველებზე დაკვირვების ტურები. It's me. აი ახლა რომ მოდიან ეს პაწკუნტულები. არც ერთი პარკი საქართველოში და თბილისში არ არის ადაპტირებული აი ასეთი ცმაცუნა პატარა ბავშვებისთვის. აი არ არის, იმიტომ რომ სულ გეშინია, ვაიმე იქ არ გადავარდეს, ვაიმე აქ რაღაც არ დაემართოს, იქ ხელი იმას რამეში არ ჩაყვეს. აი თქვენ რომ აიღოთ ახლა მაგალითად და საქართველოს რუკას რო დახედოთ ზევიდან, სატელიტურ რუკას მაგალითად, ხო? ნახავთ რომ დინარეების გარშემო იქნება ეს ძალიან წვრილი ზოლები, სადღაც დარჩენილი ტყის, ხო? ეს არის ეს ხალხურად ვთქვი ჭალის ტყე. ეს არის ბიომრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები. 2017 და 2020 წლებში ჩატარდა აღრიცხვები ფრინველების მაგალითად და 150-მდე სახეობის ფრინველი იქნა დაფიქსირებული აქ, ხო? ზოგი ამ ფრინველებიდან ბუდობს ამ ტერიტორიაზე, ახლა ხმაგავიგეთ წერან მაგალითად კოდალის. ასევე მნიშვნელოვანი არის მიგრანტი ფრინველებისთვის, ხო, რომლებიც ამ წყალსატევებსაც იყენებენ და ბევრი ტყის ფრინველისთვის არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. Syrian is calling here. გაუნდებლოში წერია ჭალის ტყეები არის
ავტომატურად დაცული ტყეები, ხო? ტყის კოდექსიო ნახოთ თქვენ საქართველოსი, იქ ეს ყველაფერი არის ჩაწერილი. ჭალის ტყეების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, როგორც ასეთი, ხო, არის ის, რომ მდინარეო დიდდება, ეს მდინარე გადადის მე ამ ჭალის ტყეებში, ხო, ტბორავს, ეს სიჩქარეს უკლებს, ასე ვთქვათ, და წყლის რაოდენობას აკლებს მდინარეში, ხო? მაგალითად მიმინო, იგივე ჩვამები, ყანჩები, რომლებიც აქ ბუდობენ. არის ისეთი ფრინველები, რომლებიც ზამთარში, მაგალითად იხვები, რომლებიც ზამთარში იყენებენ ამ ტერიტორიას, ამ ტბებს და მტკვარს მიგრაცისთვის და გამოსაზამთრებლად. უკვე გაჩნდა რაღაც სახეობები, რომელიც ტბებზე დაიწყეს უკვე ბუდობა, იხვების სახეობები ესეთი, გარეული იხვი მაგალითად, რომელმაც დაიწყო ბუდობა. პროფესიით ვარ ბიოლოგი, ჰიდრობიოლოგი, ტოქსიკოლოგი. მოიფიქრეთ, რომ მერე დრო არ დაკარგოთ. ვაკაცი, ერთად ვაკაცი მეორეგან, ანუ რვა ჩაკიდებ ხელებს და მეორე რვა ჩაკიდებ ხალხს. და მე ეგრე ყველა დაიჭირეთ ორი წამი. აუცილებელია რომ ორი ადამიანი გავიდეს. შეგვიძლია ერთი გუნდი ვიყოთ ერთი ადამიანი, მაგრამ ერთმანეთს ვერ დაუჭერთ და ვერ გადავახტუნეთ. ვიგეუბნებ. დასაწყისი თქვა რომ ერთმანეთს ჩავჭერთ. რატოს ორი წამი გადავახტუნეთ. ბიჭო, აი, უეთყვი რა, უეთყვი. ხო, უბრალოდ დაჯიგით რა. მე უკვე არასამთავრობო სექტორში დავიწყე აი ამ კვლევითი მიმართულებით მუშაობა და მე უკვე არასამთავრობო სექტორში გადავედი უფრო გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. მოკლედ ისა, უცხოელ აგენტურას თუ რა ვიცი, რაც ეძახიან, გავლენების ხო, აგენტი გამოვსულ ვარ. რა დავაშავე ხო? რა დავაშავე? ვინ არიან ესენი? ვინ არიან ესენი? რა უნდათ ერთი რა? კარგად. მთელ ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურე ადამიანებს, საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს ბავშვებს იმისთვის, რომ ბევრი რაღაცეები ქართულ ბავშვებს ცოდნოდათ ისეთი, რაც სკოლაში არ ისწავლება. როგორც კი იგრძნობთ, რომ ბრაზდებით. და ეგ კოლტი მოვიდა. ძალიან ჭკვიანი ადამიანები ახერხებენ გაბრაზების დაჭერას. აი ნახეთ ახლა ესეც არის მაგალითად, აი ეს არის სწორედაც ეს შემაკავებელი, ხო, მდინარე არ გადმოვიდეს და არ დატბოროს აქეთა მხარე. საბჭო კავშირის დროს გამოყვეს ის, რომ მტკვარი არ გადმოსულიყო და არ დაეტბო. ეს არის ნამდვილი ბუნებრივი ჭალა აქეთ რა. ეს უნდა გადმოსულიყო, დაეტბორა ხოლმე რაღაც პერიოდებში და შეეჩერებინა, ასე ვთქვათ, ეს წყლის მასა. და გზაზე გამოვიარეთ ბევრი გამხმარი ხეები რო იყო, ერთ-ერთი მიზეზი მისი სწორედაც ეს არის. იქ უნდა დაიტბოროს წყალი, დადგეს იქა და ის ხეები ესე საზრდოობენ, ასე ვთქვათ, ხო, აი ამ წყლით, რომელიც იქ დგება რაღაცა პერიოდულობით, როდესაც ადიდება ხდება ხოლმე მდინარის, ხო? ეხლა შეწყვეტილია ეს ბუნებრივი მოვლენა, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქ ხმობა არის უფრო მეტად დაწყებული ვიდრე წესით უნდა იყოს. მე რას უყურებ ახლა ჩამოყალიბ და იგივე სახელმწიფო სამსახურებშიც ჩამოყალიბ და რაღაც არსებობს ხალხი, ვინც რაღაცნაირად ფიქრობს და მართავს. ყოველ შემთხვევაში აქვს წარმოდგენა, რომ ეს უნდა გრძელვადიანად იმართოს თუ რაღაც, მაგრამ ნუ თავზემო ძალა არ იქნება თუ ზევიდან სხვა რაღაცას ეტყვიან, ხო მაგას. სულ მაგას ვამბობ, რომ ამ პოლიტიკურ ძალებსაც რა, ანუ აი ეხლა აი ამ პერიოდში რო ველაპარაკებოდი, მაგას ვეუბნებოდი, რომ მაჩვენეთ 100-200 წლიანი, ასე ვთქვათ, გეგმა, ხედვა თქვენი და თქვენი ნიშა აი რაღაცა 4 წლიანი აი ამ მოდელში და კი ბატონო რა, ვირწმუნებ, რომ აი ხო რაღაცაზე გიფიქრია და გაგიკეთებია. გაგვთ 10 წუთი.
გააქვს სტრატეგია შემუშავებული, რომ მომიყევ ერთი ადამიანი, რომელიც მომიყვება. ეგეთი სტრატეგია გვაქვს. ნუ მე მაქვს. ამათ არ ესმის. ანუ უბრალოდ მაინტერესებს თუ შეიძლება. მას ეცა, აი ესე რომ გავწვია და მე რო აქ ვიდგე და გადამომაწვევა ბავშვი. მარტო ერთი გზა. ანუ აქედან უნდა გამოახციოთ აი რა. ალექსანდრე გავა. დადგება იქ. და შენ ალექსანდრე რატო რა პრინციპით? ყველაზე ძლიერი ისა. მე-4 კლასელებმა მოიფიქრეს. მე-4 კლასელები ერთმანეთს აწევდნენ და გადააგდებდნენ. ალექსი გადაგხვევს ესე მეგობრულად ხელს მკლავებზე და დაგვეყრდნობა მხრებზე. ხრებს აქ ყველაზე კარგი ამტანობა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მძიმე ადგილის ხეულში არის აი ეს წელის მინდამო. წელით ეძო აი ეს არის ყველაზე მძიმე. ამიტომ ორი ხელი მუშაობს, მერიკოსის და ჩემის და ყველაზე მსუბუქი ადგილი არის ფეხები. ამ შემთხვევაში ალექსი შეგვიძლია ესე ჰაერში ავწიოთ. და სწორედ ეს არის ის, რაც გასწავლის პირველად ნდობას, ანუ აქამდე სულ ვერ წარმოიდგენდი, რომ შენი კლასი ესე რაღაცა აგიყვანდა ერთიანად და ისე გადაგსვავდა რაღაცა ისეთ უსაფრთხოდ ის ადგილას, რომ როგორც კარგად კომფორტულად გრძნობდი მანამდე თავს, უბრალოდ აღევდი შეძლებდნენ თუ არა. მე დარწმუნდი, რომ თურმე აი ამ ხელა პასუხისმგებლობა აიღეს ამ ადამიანებმა შენზე, იზრუნეს და გადაგიყვანეს უსაფრთხოდ და დაგსვით და ხვდები, რომ თურმე ამ ადამიანებს მე შემიძლია რომ ვინდო. ვაკვირდებით ფრინველებს და აქაურობა გამორჩეული არის იმით, რომ გვხდება 6 სახეობის კოდალა, რომელიც ასე ერთად არის კონცენტრირებული ერთ ადგილას, რაც ესე ხშირად არ ხდება ხოლმე. და შესაბამისად ეს იზიდავს ამ ჩვენს უცხოელ სტუმრებსაც, ვისაც აინტერესებს ფრინველების დაკვირვება. დღეს ნახეთ ცირიული კოდალა, მცირე ჭრილი კოდალა, საშუალო ჭრილი კოდალა და მწვანე კოდალა. რას გრძნობ? შეგრძნება რა? დაღლა? ისიც ყველას ბედნიერებად. ბედნიერებას გაერთიანდა და რაღაცა მას ნდობა უნდა მეთქვა. ბედნიერებას? სიმამაცეს რომ შევძელით ამ ხოლ რაღაცას გაკეთება. სიხარულს? თანამშრომლობას და ჭკვიანები ყოფორ და არ ვიცოდი. ჩანთის გასვლის უფლება მოიპოვეთ, მაგრამ ეს არის კარგი. შეგვიჭირდება ის. რომ სამი კითხვა მაქვს დასასრული, რომელსაც პასუხობს. დღესაც აი საზოგადოებას რო უყურებ ნდობის თანამშრომლობის აი კუთხით აი ეგრევე ამჩნევ რომ აი ჩვენ ეს ჯანსაღად განმარტებებით რეფლექსით არ გაგვივლია. ანუ გავიარეთ რაღაცა ველურად, მაგრამ აი დავალაგეთ ერთიერ, მაგრამ აი ის რაც დავალაგეთ, ეს არ გავიაზრეთ რა, ეს ჩვენ შორის არ გავატარეთ ეს ინფორმაცია და მაგრამ ესე ცალ-ცალკე მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ ერთიანად რაღაცნაირად ვერ შევიკარით და აი საზოგადოებასაც გვეტყობა ეს ჩვენ თაობას გვეტყობა ძალიან რა. ბოლო შეკითხვა. თქვენი აზრით არსებობს თუ არა თქვენს გუნდში ერთი ან ერთზე მეტი დღის გმირი, რომელმაც ყველა ბარიერის გადალახვაში დახმარების უშუალო ხელი გაგიწიათ. ყველა დახმარებაში დაგეხმარათ. ყველა დაბრკოლებაში დაგეხმარათ. რამდენი? მას ჩემი აზრით ყველა ვიყავით ერთმანეთთან. ერთნი ვართ. რამდენი ყურით? რამდენი ხელით? 32. მითხარით კოდი. მაიცა, ნუ, ანუ ნუ, ცოტათი გაიწვა. ნუ ანდრე. ნუ კამდანა. ორი. აი აქ არის. ო შეეხო, ორი წამი. ნუ მაწუები. ერთი. მოკიდე ბოქლომს ხელი და დაწიე ქვევით ვნახოთ. როდესაც ნარჩენების მართვას ვასწავლი ხოლმე, ვამბობ, რომ ადამიანი არის ერთადერთი, რომელიც ქმნის ნარჩენს.
ბუნებაში ნარჩენი არ არსებობს რა და ნაგავი არ არსებობს. არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ბუნებაში ნარჩენს არ წარმოქმნის. იმიტომ რომ მათი ნარჩენების ბიოლოგიური დამშლელები ყოველთვის არსებობს. ერთადერთი რაც არის ფიზიოლოგიური ნარჩენებია რა. ერთადერთი არის ადამიანი, რომელიც ქმნის სინთეტურ ისეთ ნარჩენებს, რომელიც ბუნებისთვის გადამუშავებადი არ არის. მათ შორის არის პოლიეთილენი, პლასმასი და ასე შემდეგ. გონებრივი რაღაცა შედეგი არის, რომელსაც ბუნებაში დამშლელი თავისი არ აქვს. შენ, ანუ ბუნება უშენოდ განაგრძობს არსებობას უპრობლემოდ, მაგრამ შენ, აი ამის გარეშე, ვერ იარსებებ ძალიან დიდი ხანი.